2004 წელს რამდენიმე ახალგაზრდა შეიკრიბა მოყვარული ქართული სიმღერის მოყვარულები და თავიანთ ანსამბლს დაარქვეს დიდგორი. ამის მერე ჰქონდათ საკმაოდ რთული ცხოვრება, იმიტომ რომ იცვლებოდა რეპერტუარი, იცვლებოდა შემადგენლობა. ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში და ამის შემდეგ დაიწყო პანდემია. პანდემიამ თავისთავად გამოიწვია გარკვეული უხერხულობა და გაჩერება. როდესაც თუმცა ბიჭები არ გაჩერებულან, კიდევ ერთხელ შეიცვალა შემადგენლობა და უკვე საბოლოო ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორიც ახლა არის. ამას მოყვა 2025-ში თუ არ ვცდები კონსერვატორიაში საკმაოდ სერიოზული დიდი კონცერტი და რაც მთავარია, ბიჭებმა ძალიან მაგარი რაღაცა მოიფიქრეს. ამღერეს დაჩუმებული ქართული ეზოები. ეს იყო know-how იმ პერიოდში, იმიტომ რომ მარტო საქართველოში, მარტო თბილისში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში არ ხდებოდა ეს. მათ მოიარეს ფაქტიურად მთელი საქართველო. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლ დიდგორის წევრები. ბატონი გივი ბაქრაძე და გივი აბესაძე. მოგესალმებით ჩვენ ბატონო. დილამშვიდობისა. აბა როგორ ახართ? კარგად, მადლობა. ცოტა გული გწყდება რომ მთელი შემადგენლობით არ მოხვედით, მაგრამ გასაგები ახლა დილით ადრესი მღერა ცოტა რთულია და სიმღერაზე მეტად სამსახურებიდან დახსნა რთული. გასაგები. თორე სიმღერის დილით მღერა გამოცდილი გვაქვს. მაინტერესებს აი თქვენი აზრით რა განასხვავებს ქართულ ფოლკლორს სხვა დანარჩენებისაგან? გარდა იმისა, რომ ეს ჩვენია, ჩვენი შესაძლებელი აკონიდან რომ მოგვიდევს ისხმებია და გინდა არ გინდა უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ეს არის საოცრება. ამას იმიტომ ამბობენ ჩვენი გამოცდილებითაც, რაც გვიმოგზაურია. არაერთი ქვეყანა, სადაც მრავალხმიანობა არის, სადაც არაჩვეულებრივი ტრადიციები არის მუსიკალური, თუმცა ესეთი მრავალფეროვნება, რაც საქართველოშია, არსად არ მოიპოვება. თითქმის არ არსებობს ჟანრი, რომელიც არ იყოს წარმოდგენილი ქართულ ხალხურ სიმღერაში, ტრადიციულ ჟანრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ეს მრავალფეროვნება და ეს კუთხური მრავალფეროვნება თან რომ დაუმატოთ ამ ყველაფერს, ქმნის იმ განუმეორებელ პოლიფონიას, რასაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია. აი ეს აზრი საიდან წამოვიდა, რომ გააცოცხლეთ ეზოები? ეს აზრი წამოვიდა იქედან, რომ ჩვენ ყოველთვის ეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დავიწყეთ ჩვენ თბილისის და ყოველთვის მე იმერეთშიც გადაიწყე. რა თქმა უნდა, იმერეთში, ახლა კახეთშიც წავალთ და ესე შემდეგ მოკლედ მთელ საქართველოს შემოვილით და იმდენი საოცარი მუზეუმია საქართველოში, მით უმეტეს ნაკლებად ცნობილი მუზეუმები, რომლებიც საოცარი გარემოა, საოცარი ისტორია აქვს, საოცარი სახლები და ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც ვაქვს ნახები და რასა? კაც ჩავწერეთ ერთი საგალობელი წვიმის ფონზე. და ეს იდეა მე მგონი ყოველთვის იყო ანსამბლში, როგორც კი პირველად ვესტუმრეთ, როგორც ანსამბლი ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ყოველთვის გვინდოდა რომ ამ მუზეუმში კონცერტები გაგვემართა და წლების შემდეგ ეს იდეა ისევ გაცოცხლდა. მე მახსოვს ეს ჩანაწერები, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელებიც ბლომად არიან, ზოგი სკამებზე, ზოგი მინდორზე პირდაპირ წამოგორებული და იმათი აღფრთოვანებული სახეები, იმიტომ რომ ერთ პატარა გარემოში უცებ გაისმა კახური მრავალჟამიერი, ამას უცებ მეგრული სიმღერა მოყვა, მერე სვანური და ნუ რაღაცა საოცარი, აი თქვენი თქმის არ იყოს ასეთი დიამეტრალურად განსხვავებული პოლიფონია და მრავალფეროვნება, მე მგონი მსოფლიოში არავის არ არის. ესეც დავყავით ჩვენ ბოდიში არა, სამოთ. რომ ყოფილიყო სხვადასხვა ეზოებში შესაბამისი კუთხის კონცერტი ყოფილიყო, მაგალითად დავიწყეთ მეგრული ოდით, იქ შესაბამისად უფრო მეგრული სიმღერები და აფხაზური სიმღერები ჭარბობდა. შემდეგ კახეთში გადავინაცვლეთ, იქ უფრო კახური სიმღერები, აღმოსავლეთის სიმღერები უფრო ჭარბობდა და ესეც არის, აი, წეგანაც კითხვა დაისვა, რატომ არის განსხვავებული ჩვენი ქართული ფოლკლორი და სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც გვიწევს მოგზაურობა, ხშირად გვეკითხებიან, როდესაც ვასრულებთ კახურ სიმღერას, შემდეგ დავუშვათ გურულ ნადურს, გვეკითხებიან ეს ერთი და იგივე კუთხის სიმღერები თუ ერთი და იგივე ქვეყნის სიმღერები თუ არის. იმდენად განსხვავებული არის. ეს განსხვავებულობა გვინდოდა გვენახებინა, რომ ის
იმ ეზოებში, სადაც ადრე ჩქებდა ეს ქართული ფოლკლორი, ქართული კულტურა, სადაც ეს ცოცხალი იყო და ცოცხალი პროცესი იყო, ესე გაგვეცოცხლებინა რაღაც ერთგვარი მიგვეცა, ასე ვთქვათ, ერთგვარი რაღაც სიცოცხლე ამ. აი თქვენ ბევრს მოგზაურობთ ხო, უამრავ ადამიანს იცნობთ და ასე ვთქვათ, ანუ გაქვთ უშუალო შემხებლობა ხო ამ ყველაფერთან და რადგან დღეს ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელობაზე. აი ახალგაზრდებთან მიმართებაში მაინც ძალიან საინტერესოა, რას ხედავთ თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენცია? ნუ შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია ქართული სიმღერა, რაც ყოფილა ბოლო ათწლეულების მანძილზე და ეს ალბათ ბევრი ფაქტორის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ტელევიზიაც თავის როლს თამაშობს ამაში და ის ანსამბლები, რომლებიც დიდგორის მსგავსად ათწლეულები მიუძღვნეს ენთუზიაზმით, რომ პოპულარული გამხდარიყო და არ დაანებეს თავი და არ შეწყვიტეს ეს მცდელობები, თავისი ასე ვთქვათ, ნაყოფი გამოიღო და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული ქართულ ხალხური სიმღერების შესწავლაში, მით უმეტეს სოციალურ ქსელში იდება და იდება ბევრი საინტერესო ვიდეო, ჩანაწერი და ეს ძალიან გვახარებს ჩვენს კონცერტებზეც, ეს იქნებოდა მუზეუმები, თუ იქნებოდა გასვლითი კონცერტები, ყოველთვის ჭარბობს ახალგაზრდობა და ძალიან გვიხარია ეს ამბავი ჩვენ. და მე მგონი შემადგენლობაშიც ყავთ, ხო? შემადგენლობაშიც ახალი აღარ ითქვის უკვე გავიდა უკვე 3 წელი 4 წელი რაც მივიღეთ ახალი წევრები და სწორედ გიორგი არახამიაც ერთ-ერთი აღზრდილია სალოტბარო სკოლები უნდა ვახსენოთ აუცილებლად რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პოპულარიზაციაში და ახალი თაობების გაზრდაში. აქვე დავამატებ რომ ჩვენ 28 თებერვალს და 1 მარტს კახეთში მივეგზავრებით პროექტით ჩემო კარგო ქვეყანავ და ამ პროექტის მიზანიც კახეთში კონკრეტულად სად? ქვემო ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში და თელავში, სადაც ზუსტად ახალგაზრდა ანსამბლებთან ერთად ეს იქნება ქვემო ალვანის ფოლკლორის სახლის ანსამბლი, რომელსაც მარი ხაჩიძე ხელმძღვანელობს და არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს უკვე წლებია, თუშური სიმღერების პოპულარიზაციის კუთხით განსაკუთრებით უნდა აღნიშნოთ ეს და თელავში ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის გალობელ მომღერალთა ანსამბლი, რომელსაც თათია დარსანია და ნატო ივანიშვილი უძღვებიან, მათ ანსამბლთან ერთად გავმართათ ანსამბლი ახალ მარგალიტი, თვითონ ეს გოგოები არიან. მარგალიტის წევრები არიან. მათი ანსამბლია ბავშვთა ახალ ნერგი, რომელიც სხვადასხვა კუთხის სიმღერებს, მაგრამ ძირითადად კახურ და აღმოსავლეთი მთის სიმღერებს ასრულებენ არაჩვეულებრივად და ჩვენთვის ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა, როდესაც აქეთ ჩვენს მხარეს არის ეს პროექტი გამოცდილება და ამის გაზიარებას ვეცდებით ჩვენს ახალგაზრდებთან და მათთან ერთადაც თქვენთან მეკდება გივი ესეთი შეკითხვა, ეხლა როგორ ფიქრობთ, თვითონ ანსამბლის შემადგენლობაში რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაირფერობა კუთხურობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ კახელი რომ იმღერებს კახურ მრავალჟამიერს და მეგრელი რომ სისატურას იმღერებს, მე მგონი ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნივერსალები ყველაფერს მღერიან, მაგაზე არ არის ლაპარაკი, მე მოვისმინე, იმიტომ რომ რაღა დაგიმალოთ მეგრული კარგად ვიცი და რომ მოვისმინე გამიკვირდა თქვენ მღეროთ თქვენი ყავით მე მგონი სოლისტი მე და გივი ვღერით ხო ჩვენ ვღერით ხოლმე მეგრულ სიმღერებს დუეტი ასე ვთქვათ ჩამოყალიბდა ჩვენ ნუ მე ფოთელი ვარ წარმოშობით გივის კიდევ ორი ბებია ყავდა მეგრელი ორივე ბებია მეგრელი მე წავთქვი კაცო ეს ანგელოზივით ბიჭები საიდან კი სულ მეგრელები ვართ სულ მეგრელები კი ესე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ აი რაღაცნაირად თვის წყალობა იყო რომ შევიკრიბეთ თავიდანვე არც ვიცოდით ვის რა შესაძლებლობა გქონდა ვის რა გამოგვივიდო და უბრალოდ შევიკრიბეთ და რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ ერთმანეთი გავზარდეთ და ჩამოყალიბდა ისე რომ ანსამბლში არის რამდენიმე გურული კახური მოვისმენებ ფანტასტიკურად შესრულებული. აი ეხლა დავიმატეთ მაგალითად გიორგი კობაიძე 3 წელია უკვე პრინციპში და უკვე
ასე ვთქვათ, უკვე დიდგორელი არის, შემდგარი დიდგორელი არის და უკვე დიდგორის კახური არის, მისი აჟღერებული კახური და ცნობილი გიორგი კობაიძეს ის ხომ არ არის რომელიც საესტრადო სიმღერებს მღეროდა ის სხვა არა ის არის ხო ეს მოსახელეა თქო ეს გიორგი კობაიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში მღეროდა მაგრამ რაღაც პერიოდი გაჩერებული იყო რაღაც მცირე წყვეტა ჰქონდა და ჩვენ თხოვეთ რომ თუ შეძლებდა პანდემიის გამო კი და ჩვენ თხოვეთ თუ შეძლებდა რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და დღეს ჩვენთან ერთად არის და კი ბატონო ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს კახურ სიმღერას. რა გითხრათ, უღრმესი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ გარეკახური საჭიდაო დიდგორის შესრულებით. ჩვენ კი დღეს ამით ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას. დიდი მადლობა გივი აბესაძეს, გივი ბაქრაძეს. კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მადლობა მოგზაურობისათვის, წარმატებები და ამით გემშვიდობებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ კიდევ ერთხელ და ბედნიერ უქმეებს. კი ბატონო. Kami aram koni